იტალიის საზღვარზე სლოვენიის ერთ-ერთი პატარა სოფელია, ეგ ულამაზესი რაღაც, სადაც ჩავასხი ბენზინი ბოლო წამს, იმიტომ რომ მგონია რომ იტალიაში უფრო ძვირი იქნება. აგერს ევრო და 45 ცენტი. 21 ლიტრი გამოვიდა 31 ევროსი. ბენზინის ჩასასხმელად გავჩერდით დოლომიტებში. ფასი არის ევრო და 71 ცენტი. ეს უკვე გაზრდილი ფასია, მაგრამ აქ მთებში კარგი ფასია მაინც. ვავსებ 63 ევროსი გამოვიდა 37 ლიტრი. შვეიცარიაში ვასხამ ბენზინს. იტალიიდან სანამ გადმოვიდოდი, ავზის გავსება დამავიწყდა. ჯერ რო გადმოვედი საზღვარზე, ბენზინის ფასი იყო 2.40 ფრანკი. ან 2.50 евро იყო 1 ლიტრის ფასი. შელში შემოვედი, მოკლედ აქ იაფხეს 1.72 იღებს. სადღაც 1.90 евро. ვაიმე, უკან ფერარი მიდგას, ისეთი მაგარი ფერია, რომ რა ვიცი. 11.5 ლიტრი ჩავასხი და არის 20 ფრანკი. ლიტრი ღირდა 1.60 ფრანკი. 21 ლიტრი ჩავასხი 33 ფრანკი. სადაც არის დაახლოებით 40 ევრომდე. ყოფილი ვარ. ავსტრიაში ვასხამთ ბენზინს და ვერ გამიგია, რატო არის დიზელის და ბენზინის ფასი ერთნაირი. და შვეიცარიაში საერთოდ დიზელი უფრო ძვირი იყო ვიდრე ბენზინი. ჩემი აზრით ეს იმიტომ, რომ ბენზინი უფრო ეკომეგობრულია ვიდრე დიზელი. ეგ გამართლება მაქვს. არ ვიცი რამდენად მართალია. დავუბრუნდი ევროებს 1.53 იღებს ლიტრი ბენზინი. ვასხავთ სუპერს 95-იან. შვეიცარიაში იყო უმაგრესი ბენზინი. 100 კილომეტრზე მიწვევდა 8 litrს. 8 litrს. ეს მანქანა მიწვევდა 8 litrს. ზუსტად 50 ევროს ჩავასხე 33 ლიტრი.